Გავაგზავნოთ ბიზნეს კურიერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აუდიტმა აჩვენა, რომ ფული ამ მიმართულებით არაეფექტურად იხარჯება. რითაც მომხმარებელს შორის გავრცელებული პრეტენზიების დადასტურდა და სხვა არაერთი პრობლემაც გამოვლინდა. დადასტურდა ისიც, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ხშირად გარიგებით ხდება და ისიც, რომ გამოძახებაზე რეაგირება იგვიანებს, რასაც ცალკე მიზეზები აქვს. ამორტიზებული ავტოპარკი თუ კერძო სადაზღვეო პოლიციის შემთხვევაშიც სახელმწიფო სერვისით სარგებლობა. ამ პრობლემებზე ვრცლად ახლა მთავარი აუდიტორის მოადგილე დევი ვეფხვაძე ისაუბრებს. მოგესალმებით, ბატონ დევი. ფულის არაეფექტურად ხარჯვა. რა არის ის თუ შეგიძლიათ გითხრათ, ეს ვრცელი დოკუმენტია აუდიტი, ის სამი უმთავრესი პრაქტიკა, რომელიც თქვენ გამოავლინეთ, არასწორი პრაქტიკა, სადაც ყველაზე მეტი ფული, ესე რომ ვთქვათ, ნიავდება და შეიძლება უფრო ეფექტურად გამოყენება. მოგესალმებით, ბატონ მაგაკი, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურია და მე გახლავართ გენერალური აუდიტორის მოადგილე. ესე იგი, ჩვენ შევისწავლეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხები და გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დაუშვათ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას. ეს პირველი კრიტერიუმი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის დროული რეაგირება, ანუ ცალკეული ინციდენტის მიხედვით, ცალკეულ გამოძახებაზე, რომ მოხდეს დროული რეაგირება და თუმცა ეს არის შედეგი რაღაც პრობლემის, ხო? და ის პრობლემა რა არის? ანუ ის არასწორი პრაქტიკა და განსაკუთრებით სადაც აი ყველაზე მეტი ფული არასწორად ხარჯება. ესე იგი, სანამ თანხების არასწორად ხარჯვაზე ვიტყოდეთ, პირველ რიგში ესე იგი, უნიშნელოვანესი არის ის, რომ მოხდეს დროული რეაგირება, მოხდეს ხარისხიანი რეაგირება და შემდგომ ის თანხები, რაც პროგრამის ფარგლებშია გამოყოფილი, გახარჯული იყოს ეკონომიურად და პროდუქტიულად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რესურსების არაეკონომიურ ხარჯვაზე, ეს პირველ რიგში შეეხება იმას, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიები ადრე ჩართული იყვნენ ამ პროცესში და მარტო ქალაქ თბილისის მასშტაბით 2012 წელს მათ მიერ ანაზღაურებული იქნა 1.400.000 ლარზე მეტი. აქ იგულისხმება ის პაციენტები, რომლებიც ეს არის თანხა, რომელიც უნდა დაეხარჯათ აენაზღაურებია წესი. კი, ამის ანაზღაურება მოხდა, რადგან მათ ჰქონდათ კერძო სადაზღვეო პოლისი, ჩართული იყვნენ კერძო სადაზღვეო კომპანიები, გაფორმებული იყო შესაბამისი ხელშეკრულება. თუმცა მოემსახურა სახელმწიფო სასწრაფო დახმარება. მაგრამ პოლისის შესაბამისად ხდებოდა ყოველ გამოძახებაზე 40 ლარის გადახდა. 2013 წლიდან უკვე ეს ხელშეკრულებები აღარ გაფორმდა, კერძო სადაზღვეო კომპანიები არ არიან ჩართული ამ პროცესში და ყველა მიმართავს, მიუხედავად იმისა, მას აქვს კერძო დაზღვევის პოლისი, კორპორაციული დაზღვევა თუ ასე შემდეგ, მიმართავს 112-ს და ყველა მომსახურება ხდება ამ პროგრამის ფარგლებში, ანუ ასე ვთქვათ, ან ადგილობრივი ქალაქის ბიუჯეტიდან, ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გაიმიჯნოს ეს ტექნიკურად, ვინ უნდა გააკეთოს გამიჯნოს ზარის დროს თუ არა, ეს უნდა დარეგულირდეს კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო შორის. ამ შემთხვევაში ქალაქში წარმომადგენელი არის ქალაქის მერია და ემსახურება ადრე იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ახლა არის სიპი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ხოლო რეგიონებში ამ პროცესებს მართავს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური ზრდის სამინისტრო. ერთი პრაქტიკა, რომელიც თქვენს დასკვნაში არის მითითებული, ეს არის მორიგება, გარიგება, ну ყოველ შემთხვევაში სავარაუდოდ, იმიტომ რომ როდესაც თქვათ სასწრაფო დახმარების მანქანას გადაყავს პაციენტი არა მის რაიონულ კლინიკაში, არამედ ყველაზე ძვირ კლინიკაში, ცხადია, ესეც აისახება შემდეგ ბიუჯეტზე ცუდად ნეგატიურად. ხო? აი ასეთი ფაქტების, თქვა მთლიან მოცულობაში, აი რა პროცენტზე ვსაუბრობ ჩვენ? ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ქალაქის მასშტაბით ერთი თვის განმავლობაში 500 შემთხვევაში იყო უარი სამედიცინო დაწესებულების მიერ. ეხლა ჩვენ რო ვისაუბროთ და ვამტკიცოთ ის, რომ რაღაც ერთი თვის განმავლობაში ხო, და რამდენიდან იყო 500 შემთხვევაში? ნუ ალბათ იქ გაცილებით მეტი მე პროცენტის დასახელება გამჭირდება, მაგრამ ის თქმა მინდა იცით, რომ ჩვენ აუდიტის სამსახურის ანგარიში თქვენ ვერსად ვერ შეხვდებით, ანუ რაღაც გარიგებაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ იმ პრაქტიკაზე, რომ ხშირ
შემთხვევაში ეს ხდება ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის სუბიექტური, ანუ პაციენტის სტატუსი, სოციალური სტატუსიდან, მისი სადაზღვევო პოლისიდან გამომდინარე, გადახდის უნარიანობიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. თუმცა ასევე არიან სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც პირიქით უჩივიან, რომ დაუშვათ აი არ ხდება მათთან პაციენტების მიყავა. რაც ადასტურებს იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ. ამ პრობლემის, ესე იგი, გადაჭრის მეთოდი ეს არის ელექტრონული ბარათების შემუშავება და პრინციპში ჯანდაცვის სამინისტრომ ამას გაატარა ღონისძიება, მიიღო შესაბამისი ბრძანება და ყველა სამედიცინო დაწესებულება ახდენს პასპორტიზაციას. ანუ ისინი აქვეყნებენ იმ მონაცემებს, თუ რისი საშუალება აქვს, რა კვალიფიკაციის ექიმია, როგორი არის სისხლის მარაგი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ პრობლემა არის იმაში, რომ თვითონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას არ აქვს წვდომა, ანუ ის ვერ ხედავს ამ ინფორმაციას. როდესაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანოს პაციენტი, ის მოკლებულია ამ ინფორმაციას. ხშირად. და მთლიანობაში, თქვათ, რა არის ის თანხა, რომელიც თქვენი გათვლებით და ალბათ ეს დათვლილია, ხო? არაეფექტურად დაიხარჯა. იცით როგორ არის აქ ძირითადად ქალაქში მომსახურებაზე იყო აქცენტი, როდესაც ცენტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეიძინა 80 რეანიმობილი, ანუ მიკროავტობუსის ტიპის სატრანსპორტო საშუალება. თუმცა მანამდე ქალაქში იყო 45 ასეთივე ტიპის ავტომობილი და იყო 45 მსუბუქი ავტომობილი. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც ჯერ ისედაც ხშირია გამოძახებები და ცალკეულ შემთხვევებში საერთოდ არ არის დაუშვათ რეაგირება, კი, რომ ბრიგადა გავიდეს და საუკეთესო პრაქტიკა გვეუბნება და თუნდაც ჩვენ მეზობელ სომხეთში დანერგილია პრაქტიკა, რომ სატელეფონო კონსულტაციებით ხდება ცალკეული პრობლემების მოგვარება, გადაჭრა და რაც ამცირებს ამ გამოძახებების რაოდენობას. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არაეკონომიურია, რა თქმა უნდა, და არაეფექტიანი, როდესაც დაუშვათ მსუბუქი ამბულატორიული დახმარება საჭირო, არ არის აუცილებელი დაუშვათ რაღაც გადაუდებელი დახმარება და ამ დროს მიდის ზიარ ჯვირიანი პასუხისმგებლობა ხომ არ არის ამ შემთხვევაში უფრო მეტად პაციენტის პასუხისმგებლობა, რომ პატრიოტულმაზეც კი არ გამოიძახოს სასწრაფო და არა, იცით როგორ არის ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს წლიდან წლამდე იზრდება ბიუჯეტი, ეს მომსახურება არის უფასო, მაგრამ აქ აუცილებელია, რომ თვითონ ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლება სამუშაო პირველადი ჯანდაცვა უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას კარგად და აი ეს რამოდენიმე პირობა დიდი მადლობა და ბოლოს კითხავთ, ალბათ ამ მასალებს უკვე გაეცნობა ჯანდაცვის სამინისტროც და გექნება თუ არა კონსულტაციები, როგორ შეიძლება უკეთ აღმოფხრა და ეფექტურად კი, ამაზე ასევე მოხდა საპარლამენტო კომიტეტში, ესწრებოდა ორი კომიტეტი და იყო საპარლამენტო მოსმენა. კეთილი დაველოდოთ შედეგებს, დიდი მადლობა. არ ვიცი უკვე აღნიშნეს თუ არა სასწრაფო დახმარების რუკაზე ლანცეტი, დახმარების მანქანება, მაგრამ ახალი აზერბაიჯანული კლინიკა მომავალ კვირაში უკვე გაიხსნება და დასახელებას დანიშნულებას პასუხობს, იქ ორგანოებს გადანერგავენ. დიღმის სამედიცინო კლასტერში საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტიანი კლინიკა იხსნება. მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა და აღჭურვა აზერბაიჯანელ ინვესტორს 25 მილიონი დოლარი დაუჯდა. კლინიკაში რეგიონის მასშტაბით უნიკალური ორგანოთა გადანერგვის ოპერაციები ჩატარდება. დაგეგმილია გაკეთდეს როგორც თექიმის გადანერგვა, ძვლის თვენი, ასევე ღვიძლი, რაც ძალიან აქტუალური პრობლემაა არა მარტო საქართველოსთვის და საერთოდ რეგიონისთვის. ერთ-ერთი მიზეზი ამ ცენტრის გახსნისა იყო ის, რომ ეს ნაკადი, რომელიც საქართველოდან მიედინება, კერძოდ თურქეთი, ახსენეთ თქვენ და გერმანია და ისრაელი და სხვა ქვეყნებში, რომ ეს ნაკადი დიდი ნაწილი დარჩეს საქართველოში. ქართველ სპეციალისტებთან ერთად კლინიკაში უცხოელი ექიმებიც იმუშავებენ. შეთანხმება უკვე მიღწეულია საფრანგეთის, თურქეთისა და ისრაელის წამყვან chirurgien hépatobiliaire. ჩამოვედი რათა ქართულ მხარეს გამოცდილება გაუზიარო
დავეხმარო ღვიძლზე, ნაღლის ბუშსა და პანკრეასზე ქირურგიული ოპერაციების, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების განხორციელებაში. ეს პროგრამა აუცილებელია, რადგან თქვენთან ღვიძლის დაავადებების ეპიდემიაა. ორგანოთა გადანერგვის გარდა ლანცეტში მეანგინეკოლოგიური, უროლოგიური, ტრავმატოლოგია, ორთოპედიული, ნეიროქირურგიული, კარდიოქირურგიული და ბავშვთა ქირურგიული განყოფილებები გაიხსნება. 200 საწოლზე გათვლილ საავადმყოფოს საკუთარი სასტუმრო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, ვერტოდრომი, 300 ადგილიანი პარკინგი, აფთიაქი და კაფეტერიაც ექნება. კლინიკაში პაციენტებს საზღვარგარეთიდანაც ელიან. ჩვენი მიზანი არის არა მარტო ის, რომ საქართველოსდან არ გავიდეს პაციენტი, არამედ უფრო მეტიც უცხოეთიდან შემოვიდეს პაციენტები და აქ გაიკეთონ ოპერაცია. რაც თავარია, იქნება ჩართული როგორც საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, ასევე ყველა სხვა სახელმწიფო პროგრამაში, ამიტომაც ჩვენი მიზანია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ დიდრების ჰოსპიტალი და იყოს სახალხო ჰოსპიტალი და ვფიქრობთ, რომ ამას შევძლებთ. სამედიცინო აპარატურის უახლესი მოდელების მონტაჟი ამჟამად მიმდინარეობს. ლანცეტი პირველ პაციენტებს უახლოეს მომავალში მიიღებს. რეკლამის შემდეგ თუ კი ფული ბანკში გიდებ და ვფიქრობთ, რომ ეს დაგიცავთ, ვწდებით ინტერნეტით ერთხელაც თუ გივაჭრიათ, ძარცვის რისკ ფაქტორი უკვე გახდით. მომხმარებელს გონია, რომ ჰაკერებისგან ბანკი დაიცავს. ბანკები კი ამას მომხმარებლის რისკს უწოდებენ და პასუხისგებლობას არ იღებენ. რა უნდა იცოდეთ, რომ რისკი შეიმსუბუქოთ, დაგველოდოთ.